გამარჯობა, მე ვარ დემო. ვიდეოს აღარ ვითვლი, მე რამდენი არის, მაგრამ დუბლი არის ალბათ ერთი მეოთხე და აი ხა უეჭველი გამომივა პირველი ოცნიდან უნდა მოვიტანო თქვენამდე ძალიან საინტერესო მასალა. ნუ კაროჩე, რუსულენოვან YouTube-ზე წავაწყდი ესე channel, სადაც არის ძალიან ცოტა ვიდეო. მაგრამ თავარი მესიჯი დავიჭირე და მინდა რომ ხა გიხსნათ JavaScript-ის ისეთი შესაძლებლობები, რომელიც მე ვიცოდი რომ არის, მაგრამ არ ვიცოდი რეალურად როგორ უნდა გამოიყენო. ნუ პირველ რიგში სიახლეებიდან არის ესეთი extension-ი ქვია Temper Monkey და რას აკეთებს ახლა ჩვენი extension-ი, ნუ ჯერ განახებთ როგორ უნდა დააყენოთ. და ეს არის, ანუ სამომხმარებლო extension-ის ანალოგი არის, მაგრამ ყენდება ბრაუზერში და გააჩნია ესეთი სასწაული ინტერფეისი, აი ესეთი არის, შეგიძლიათ აი ესე აქედან გახსნათ. აქედან enable-ია ჩართულია თუ არა ჩართულია, dashboard-ი არის ეს. შესაბამისად, ძალიან ბევრი ფუნქცია აქვს, რომელიც მეც არ ვიცი, მაგრამ ყველაზე საჭირო ალბათ ის არის, რომ საიდან გავაკეთოთ კოდის ინიექცია სხვადასხვა საიტებზე. პირველ რიგში ხა რა უპირატესობა აქვს? დავწეროთ alert-ი. ესე, შევინახეთ და თუ არ ვცდები, რადგან Telegram-ი გავგახსნელი, მაგნაი დატვინამ და Telegram-ის API org.რაღაცა, ნუ კაროჩე, პირდაპირ URL-ი ჩაგვიწერა მატჩები, სადაც არის, ანუ მატჩი არის ის საიტები, სადაც იმუშავებს, მაგრამ ესე არ იმუშავებს. აქ უნდა დავწეროთ pip-ი, დავასაივოთ და შევხედოთ ხა რა ხდება. ეგრევე იჩნდება. მუღამი რაში არის, ანუ Temper Monkey ცდილობს მაქსიმალურად სწრაფად გააკეთოს ინდექსია, ანუ იყოს ერთ-ერთი პირველი. და ეგრეც არის რეალურად ერთ-ერთი პირველი არის და არის ერთეული შემთხვევები, სადაც პირველი ვერ არის, მაგრამ ეგ არ გავაინტერესებს, იმიტომ რომ ძალიან high level-ი არის. ნუ მოკლედ document start-ი მივუთითოთ ინიექციაში, ეს არის ამის setting-ები და ნახავთ, რომ ძალიან ბევრი არის, ვინმეს დაგჭირდებათ, გადახედავთ ეგრევე. და მთავარი გაკვეთილის მუღამი რა არის ხა? როგორ გავხსნათ hamster combat-ი ბრაუზერში და დაუწეროთ კლიკერის ბოტი, რომ ავტომატურად ვაჭიროთ, ანუ ყველა მიცდეს საზიზღარი თამაში. გულით მეზიზღება სიმართლე რო გითხრათ, იმიტომ რომ ვიდეოები მაქვს ნახი სადაც ხალხი. რავი, კლიკერებს რო ყიდულობენ და ტელეფონებს რო ველოსიპედის ბორბლით აჭერენ და ნუ მომენტ საიტი არის, ანუ ჩვეულებრივი ხარისი ახსნა მინდა, ნუ პირველ რიგში გავხსნათ და გვეუბნება რომ მაგას ვერ იზავო ახლა. ცოტა უფრო ჭკვიანები თუ ვართ, ინსპექტით გავხსნით. დავაჭერთ და იგივე შედეგს მივიღებთ, მაგრამ ახლა იქნა შეგვიძლია ჩვენ ერთი პატარა მომენტები დავიჭიროთ. ნუ პირველ რიგში რა არის ეს? ეს არის source-ი, ანუ source-ი არის საიტის даже query პარამეტრებში არის მთლიანი თქვენი ავტორიზაციის ინფორმაცია და მაინც არ იხსნება. მაგრამ message ის არის, რომ აი ეს უკვე არის საიტი. ანუ hamster combat-ი, რომელიც იხსნება Telegram-ში და ნებისმიერი აპლიკაცია, რომელიც იხსნება Telegram-ში, web აპლიკაცია არის, შესაბამისად საიტი არის. როგორ შეიძლება ახლა ამ ყველაფერს თავი ავუაროთ და hamster combat-ს უთხრათ, რომ ჩვენ ვართ მობილურის მომხმარებლები. დავარეფრეშოთ, კაი, alert-ი მივიღეთ და პირველი იმას გეტყვით, რომ არანაირი უსაფრთხოება არ გააჩნია საიტს, ანუ ფეხებზე კიდიათ სიმართლე რო გითხრათ, იმიტომ რომ ძირითადი აუდიტორია არის ხალხი, რომელსაც არ ესმის ამ ყველაფერს. და როგორც კი გავხსენით, ხედავთ ესეთ console logs, ანუ console log-ში პირდაპირ გვეუბნება, რომ შენ ხარ ვების მერვე ვერსიითო შემოსული. საინტერესო არის, ხო, ანუ რას გვაძლევს ახლა ეს console log-ი? ნუ კოდში შევხედოთ ახლა მოდი აბა რომელი ფუნქცია აკეთებს ამ console log-ს. და ეს console log-ი არის. ჩამოვწიეთ ოდნავ ქვემოთ და დავინახეთ მასივი, აი ესეთი თვალსაჩინო მასივი, სადაც არის მოცემული ალბათ ტექნოლოგიები, რომელიც არის დაშვებული იმისთვის, რომ გაუშვა Android-ი, Android X და iOS-ი. და index-of-ით, ანუ index-of-ი არის ჩვეულებრივი მასივის ერთ-ერთი ფუნქცია, ამოწმებს აი ამ მასივში შეიცავს თუ არა ეს მასივი კონკრეტულად ჩვენ web Telegram-ის ვერსიას, ანუ ჩვენი არის web-ი, შესაბამისად ეს მომენტი გვაქვს საყურადღებო და ეს მომენტი გადის შეცდომაზე. ახლა როგორ შეიძლება მოვაგვაროთ ეს ყველაფერი? პირველ რიგში მინდა ესეთ რაღაცა გაჩვენოთ, სად ვიმყოფებით ახლა, ანუ ტოპში ვიმყოფებით, ტოპი არის web Telegram-ის .org-ი და მერე მოდის season 2 hamster combat IO, ანუ ეს არის ჩვენი სკრიპტი, სადაც არის ძირითადად აი ეს ფუნქცია, სადაც იმყოფება. საინტერესო მომენტი არის. მოდი ახლა გავიაროთ ესეთი ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა, როგორიც არის კოდის ინიექცია, ანუ რა ხდება, რა უპირატესობა გვაქვს ჩვენ, როცა პირველი ვიჩნდებით საიტზე და შეგვიძლია კოდის ინიექცია გავაკეთოთ. აი, ბევრს არ გეცოდინებათ ეს, იმიტომ რომ მეც ახლა გავიარე დიდი ხანია JavaScript-ი ვიცი, ანუ შეგვიძლია index-of-ი ფუნქცია თვითონ ძირფესვიანი რაც არის მასის გამოვცვალოთ და გავაყალბოთ ასე რომ ვთქვათ და ეხლა გაჩვენებთ კოდს. ნუ პირველ რიგში გადავიდეთ ჩვენ setting-ებში და ისე ვქნათ რომ
გაეშვას არა Telegram-ზე, არამედ გაეშვას აი ესეთ URL-ზე გაეშვას. ეს არის უკვე iframe-ის URL-ი და ჩვენი temperament-ი ჭკვიანი არის, მაგარი მოზგი ტიპი არის, კაროჩე დავარეფრეშოთ და როგორც კი გავუშვებთ, ეგრევე გავიჩიტებით OK-ში. შესაბამისად კოდი მიდის პირველი. ეხლა რა ხდება აქ? აქ რა ხდება და გვაქვს ესეთი მოცემულობა, დრო რო არ დავკარგოთ ეხლა. ჩავსვავ და გაჩვენებთ ყველაფერს. აი ესეთი ლამაზი კოდი არის, ძალიან პატარა გასაგები და Ctrl+S. რა ხდება ეხლა აქ? ვიღებთ ორიგინალურ index-of-ის ფუნქციას, ანუ ეს არის array-ის პროტოტიპი index-of-ი, ანუ ფუნქცია თვითონ და ვაყალბებთ მას. ყალბ ფუნქციას უწერთ და ეს ყალბი ფუნქცია გამოიყურება აი ესე. ყველანაირი ზედმეტის გარეშე ფუნქციაში მოგვდის არგუმენტები, რომელიც არ ვიცით რა არის. spread ოპერატორს უწერთ და შესაბამისად ვატანთ ისევ index-of-ის ფუნქციას ვაბრუნებთ, apply-ს უკეთებთ, ეს მნიშვნელოვანი არის. და რა არის ახლა zisi? Zisi არის index-of-ის მასივი, ანუ მასივს მიმართავ zisi-ით და მასივი არის, ანუ წერტილამდე რა მასივიც ეწერება, ჩვენ შემთხვევაში იყო აი ეს მასივი. შესაბამისად, ეს კოდია, ეხლა რო ჩავსვათ, გადავარეფრეშოთ და დაჟე შეგვიძლია ესეთ რაღაცა დავუწეროთ, მოდი. console აი DDS-ობით წერ მაინცადე. This რას მოგცემს ახლა ეს? შევხედოთ აბა კონსოლში რა ხდება, ეს გავთიშოთ და ჩავრთოთ. დავინახეთ ყველა კონსოლოგი, სადაც გამოიყენება index-of და აი აქვე გაგვეჩნდა გაკრას ჩვენი target-ი. აი ეს მასივი, სადაც მოწმდება. ეხლა როგორ მუშაობს index-of ფუნქცია? index-of-ი ამოწმებს მასივში მდებარეობს თუ არა ელემენტი. შესაბამისად აბრუნებს ან მასივის index, ან აბრუნებს -1-ს. თუ მასივი არ შეიცავს -1 გვექნება. შესაბამისად ჩვენ უნდა დავაბრუნოთ აი ესეთი მარტივი რაღაცა. პირველ რიგში შევამოწმოთ. ვამოწმებთ რაზე, ანუ JSON-ის stringify-ით უნდა შემოწმოთ უეჭველი მასივი, იმიტომ რომ მასივი თუ დარდება ერთმანეთთან მისამართით ადარებს, ანუ მეხსიერებაში მისამართით, შესაბამისად გადავაქციოთ string-ად და შევადაროთ თუ მასივები ერთმანეთს ემთხვევა. შემდეგ დავაბრუნოთ ნოლიანი, ანუ რას ნიშნავს? ვეუბნებით, რომ ჩვენ რითით შემოვედით, ეგ არის ნულოვანი ელემენტი მასივში და არის Android-ი. ვაბრუნებთ ნოლიანს, ანუ -1-ს თუ დავაბრუნებთ, ანალოგიურად არ გაგვიშვებს, სავარაუდოდ ერთიანიც დავაბრუნოთ Android-X ჩათვლის და გაგვატარებს. შემდეგი პრობლემებში რო არ გავიჩითოთ, ეგრევე set timeout-ი დავუწეროთ და გამოცვალოთ ჩვენი index-of-ი, რომელიც ჩავანაცვლეთ ამ ფუნქციით, ისევ ორიგინალური index-of-ით. რომ ბაგები და რაღაცები არ იყოს, იმიტომ რომ მაინც შესაძლებლობა არის, რომ რაღაცა ცუდი მოხდეს და ვერ გავარკვიოთ. ეხლა ავდგეთ, გადავარეფრეშოთ და ჩავრთოთ. ნუ ჩაულებრივად რა, ანუ ერთს გეტყვით, რომ ბევრგან უფრო რთულად არის. ეს შეიძლება ვიღაცას რთულად მოეჩვენოს, მაგრამ ძალიან ბევრი დაცვის ხერხი არის, კიდევ ისევ იმ channel-ზე ვნახე და link ჩაგიგდებ, ვინც რო სულ იცით, გადახედეთ. ტიპი არის აი ესეთი თამაშების ადმინი არის რა. და მაგიდან გამომდინარე, იცის ეს რაღაცები, დაცვათ ელემენტებისგან როგორ უნდა დაიცვა და ეგ არაფერი არ აყენია და პირდაპირ გვეუბნება, რომ აი ეს ელემენტი ძირითადი რაც არის, ეს არის ჩვენი კნოპკა. როგორ დავითრიოთ ხა ეს კნოპკა და დავაჭიროთ ხელით. მოდი, ანუ ჯერ მაუსით, აი ამით და მაუსით მივიტანოთ და კონსოლში სად ვიმყოფებით? ხა მაგას მივაქციოთ ყურადღება, ანუ ტოპი, hamster combat-ი, აი აქ ვართ. და ეხა დავაკონსოლოთ ეს რაღაცა. ვაფშე get event listener-ები ვნახოთ. get event listener-ზე და $0 შეგვიძლია ჩვენ ელემენტს მივმართავთ, რომელიც დავითრიეთ მაუსით და გავიგებთ, რომ აი ამ ელემენტზე, რომელიც აჭერს, ასე რომ ვთქვათ, რომელსაც ეჭირება, აყენია 3 event-ის listener-ი. შესაბამისად, ჩვენ გვინდა დავადისპაჩოთ event-ი ხელოვნურად, რომ მივიღოთ პროგრამული დაჭერა. და წინასწარ გეტყვით, რომ აი ეხა დააკვირდით ამას, ამ მომენტს. დავაჭირე, არაფერი არ მოხდა, აუშვი და გულა ჩამეთვალა. შესაბამისად, განადაჭერა არის მუღამი, მაუსის აშვება არის მუღამი. ანუ მაუსს როცა უშვებ, გვითვლის. როგორ შეიძლება ეხა ეს გავაკეთოთ? ნუ მაგალითად ესე, სლოტში შევინახოთ და შემდეგი გავაკეთოთ ეს რაღაცა ბატონ წერტილი dispatch event-ი. new pointer event-ი, მაიცადე ხარ უნდა შემეშალოს pointer event-ი. და pointer-ის event-ის სახელი არის pointer up. აი ესე, pointer up.
და დავაჭირეთ. We're living in the land of milk and honey.